ერთ საათზე ნაკლები დრო რჩება იქამდე, სანამ პროტესტის ეპიცენტრად გადაიქცევა ევროპის მოედანი. დღეს დაანონსებულია, რომ მთავარი შეკრება იქნება სწორედ ამ მოედანზე. ამის შემდეგ კი მსვლელობით გადაინაცვლებენ თავისუფლების მოედნისკენ და ორგანიზატორები არ გამორიცხავენ, რომ საბოლოო გაჩერება უკვე იყოს საკანონმდებლო ორგანო, იქ სადაც 80 დღეა, რაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. რაც შეეხება ევროპის მოედანს, აქ უკვე რამდენიმე წუთში გამოჩნდება წერილების ყუთი, სადაც აქ შეკრებილი ადამიანები მთავარ გზავნილებს დაწერენ და ეს წერილები უკვე გადაეგზავნებათ სინდისის პატიმრებს. აქ უკვე არის რამდენიმე წერილი, მაგალითად ვეფხია კასრაძის მეგობრებმა აქ უკვე მოიტანეს წერილები და ელოდებიან ყუთს, რომელიც გამოვა უკვე რამდენიმე წუთში ევროპის მოედანზე. ჩვენთან ერთად უკვე აქ არიან ორგანიზატორები. ტატოსთან დავიწყოთ საუბარი. ტატო, დღეს არის პროტესტის მე-80 დღე. საკმაოდ მნიშვნელოვანია დღევანდელი შეკრება. რა იქნება მთავარი გზავნილი და რას უანონსებთ ოლიგარქს თებერვლისთვის განმავლობაში? მთავარი გზავნილი არის, რომ ჩვენ იმ ნაბიჯებს, რასაც ეს რეჟიმი დგავს, რუსული ტიპის დიქტატურის ჩამოყალიბებისკენ არ დაუშვებთ და ყველა მშვიდობიანი საპროტესტო გზებით ჩვენ ამას წინააღმდეგობას გავუწევთ. დღევანდელი შეკრებაც ამის დემონსტრირება იქნება. თქვენით ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციები სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ზომის, მაგრამ დღეს გვინდოდა ცოტა უფრო მასშტაბური აქცია გაგვეკეთებინენ და აი ამ რეპრესიული მექანიზმების ფონზე, ნაბიჯების ფონზე კანონმდებლობა იქნება თუ ეს ჯარიმებს რო დაარბენინებენ სახლებში, გვეთქვა ამ ოლიგარქისტვის, რომ ამ რეჟიმისთვის, რომ ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ. დღეს იქნება ძალიან დიდი შეკრება, ეს ბრძოლა გაგრძელდება დღევანდელი დღის მერეც, უამრავი ღონისძიება დაგეგმილდა. ჩვენ ვართ მომზადებული, მინდა უთხრა, გრძელვადიანი წინააღმდეგობისთვის, ჩვენ ვართ მომზადებული გრძელვადიანი ბრძოლისთვის და პერიოდულად, როგორც დღევანდელი ღონისძიება ჩატარდება, კიდევ იქნება ესეთი ტიპის აქციები. მაგრამ დღევანდელი მესეჯი იქნება, რომ არა რუსულ დიქტატურას, ჩვენ ამას არ შევეგუებით და ამასთვის ბრძოლას გავაგრძელებთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. თათია მექვაბიშვილი არის ჩვენთან ერთად. თათია, მე მინდა გკითხოთ რეპრესიებთან დაკავშირებით. გუშინ მთელი ღამის განმავლობაში პოლიცია კარდაკარ დადიოდა და ჯარიმის ფურცლებს უტოვებდა იმ ადამიანებს, ვინც აქტიურად არის ამ საპროტესტო აქციებში ჩართული. აქ ხალხს ჯერ შეკრება არ დაუწყეთ, თუმცა ხედავთ იქ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა უკვე დაიწყეს მობილიზება. რაზე მიანიშნებს ეს ყველაფერი? რატომ ეშინიათ ასე ხალხის პროტესტი? ამ რუსულ ხელისუფლებას იმიტომ ეშინია, რომ მათ დაინახეს, რომ 80 დღის მანძილზე ადამიანები ვიკრიბებით და არ ვეგუებით ამ რეპრესიებს. ეს გამკაცრებული მათი რაღაც უმსგავსო კანონები, არაკონსტიტუციური კანონები, ეს მასობრივი ადამიანის მცდელობა, რომ ადამიანები დააშინოს, არის იმის ნიშანი, რომ თვითონ ეშინიათ. მათ კარგად იციან, რომ ძალა არის ხალხში და ხალხი დგას ქუჩაში, ხალხი აპროტესტებს ზუსტად უკანონობას, უსამართლობას, ამ უკანონოდ დაკავებულ ადამიანებს, რომლებიც ტყუილად არიან გამოკეტილი გისოსებში, ჩვენ ვაპროტესტებთ ჩვენს მიტაცებულ სახელმწიფოს, ვაპროტესტებთ ამ გაყალბებულ არჩევნებს და ეს მათი მოქმედებები მიუთითებს შიშზე, მაგრამ გვინდა რომ ვუთხრათ დღევანდელი დღის მით უმეტეს, ჩვენ აქ ვიკრიბებით, რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ ჩვენი ხმა, რომ ჩვენ უარს ვამბობთ დიქტატურაზე, ჩვენთან ერთად ბერლინში აქვე გეტყვით, რომ ზუსტად იგივე დროს იკრიბებიან ევროპის ქვეყნიდან უამრავი ემიგრანტი, რომ მათაც გამოუცხადონ ამ ხელისუფლებას, რომ ჩვენ ვერ შეგვაშინებთ, უკან ვერ დავიხებთ, იმიტომ რომ ჩვენს უკან არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენს უკან არიან ჩვენი შვილები, ჩვენ ვიბრძოლებთ მხოლოდ იმისთვის, რომ ვიყოთ ევროპული, განვითარებული, ძალიან წარმატებული ქვეყანა. ეს არ არის დანაშაული, ეს თქვენი გამოწერილი ჯარიმები არის უკანონო, იმიტომ რომ ჩვენ ვემსახურებით სამშობლოს და თქვენ ცდილობთ, რომ წაგვიყვანოთ რუსეთისკენ. ჩვენ ვამბობთ ამაზე უარს. ამიტომ მეგობრებო, ტყუილად ნუიბრძვით, უნდა ჩანიშნოთ ახალი არჩევნები. კი ბატონო, მადლობა. დღეს ქუჩაში იქნებიან დამკვირვებლებიც ის ადამიანები, ვინც პირდაპირ ნახა, როგორ აყალბებდა ქართული ოცნება ტოტალურად 26 ოქტომბრის არჩევნებს. ამ გაყალბების შემდეგ დამკვირვებლები აქტიურად დგანან ქუჩაში. გურამ ჩუხრუკიძე არის ჩვენთან ერთად. გურამ, ეს პროტესტი, რომელიც 26 ოქტომბრის შემდეგ დაიწყო, უწყვეტად გრძელდება. ხალხი არაპირებს დანებებას, არაპირებს ამ ხელისუფლებასთან შეგუებას. როგორ წარმოგიდგენიათ ეს პროცესი, როგორ უნდა გაგრძელდეს საპროტესტო აქციები, რომელსაც 80 დღეა და უფრო მეტი ხედავთ ქუჩაში?
მოგესალმებით. Რა თქმა უნდა გაგრძელდეს ყოველდღიურად. ჩვენ ხედავთ, რომ უკვე 3 თვეა ყოველდღიურად გამოდის საქართველოს მოსახლეობა და აპროტესტებს იმ სახელმწიფო გადატრიალებას, რაც მოახდინა ქართულმა ოცნებამ, კრიმინალურმა ბანდამ, მიიტაცა ჩვენი კუთვნილი პარლამენტი, წარმოიდგინეთ საქართველოს საკანონმდებლო ორგანო დღეს არის სავსე კრიმინალებით პირდაპირ ვიტყვი, ვინაიდან მათ მოიტაცეს არჩევნები ქართული ხალხის და ისინი აკანონებენ უკანონო კანონებს, აცემენტებენ რუსულ დიქტატურას, ცდილობენ რომ გაიმეორონ 1921 წლის თებერვლის ისტორია და აქ დაამყარონ რუსული დიქტატურა, თუმცა ეს არ გამოუვა. ჩვენ, რა თქმა უნდა, დამკვირვებლები რომლებმაც უშუალოდ ვიხილეთ ეს უკანონობა, რაც ქართულმა ოცნებამ ჩაიდინა 26 ოქტომბერს არჩევნების მოტაცებით ხალხის სახით, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვდგავართ, ჩვენ ვართ ერთ-ერთი ორგანიზატორები აი ამ აქციის და რომ არა ალბათ ჩვენს მიერ მხილება, ეს ქართული ოცნება ჩაიდებდა უბრალოდ ჯიბეში არჩევნებს და წავიდოდა სახლში, თუმცა ჩვენ ამას არ შევეგუებით, ვამხელთ მათ მოღალატეობრივ ქმედებებს ქართველი ხალხისადმი, რაც ჩაიდინეს, შესაბამისად, რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ პერიოდულად იყოს საკმაოდ დიდი აქციები, მოახდინოს ქართველმა ხალხმა ძალის დემონსტრირება და უთხრას კიდევ ერთხელ ქართულ ოცნებას, რომ არ შევეგუებით არალეგიტიმურ მმართველობას და მოვითხოვთ, რაც შეიძლება მალე ჩაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები. მადლობა. რუსული დიქტატურის წინააღმდეგ ხალხის შეკრებას ევროპის მოედანზე ზუსტად 6 საათზე დაიწყებს. ამის შემდეგ შეაგროვებენ წერილებს პოლიტპატიმრებისთვის და ასევე დაანონსებულია, რომ აქ წაიკითხავენ ციხიდან გამოგზავნილ მთავარ გზავნილებს სინდისის პატიმრება. საგანგებოდ დღევანდელი დღისთვის წერილები უკვე დატოვეს და დაანონსებულია, რომ სწორედ აქ გაიგებს ხალხი რა არის სინდისის პატიმრების მთავარი სათქმელი. ზუსტად 6 საათზე დაიწყება საპროტესტო შეკრება ევროპის მოედანზე. ამის შემდეგ დაანონსებულია მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ და ამავდროულად კანცელარიასთან იკრიბებიან საჯარო მოხელეები და ისინი შემოუერთდებიან თანამოაზრეებს.